სტუმრები დილას მოთამაშეები წითელი მაიცურებით ორივე გულს წარმატებები უსურვებთ და იმედია ისტორიაში მეორეჯერ საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. დადიანია ბურთით აქ საჯარიმო სიახლოვეს დაარტყა და აქ დავით კერესელი დილა იმ მატჩში ისედაც ფავორიტი იყო და თან 2-0-ით ორსიგებდა და მეორე ტაიმში გარეჯმა 3 გოლის გატანა მოახერხა ბაკარიძე და გადაცემა ნახოთ შეტევა როგორ განვითარდება, მაგრამ დროულად დაიკავეს დილას მოთამაშეებმა პოზიციები და მაინც და მაინც დიდი სივრცე არ დაუტოვეს თბილისელებს. აქ ჯინჯოლოვა შეეცდება დარტყმის განხორციელებას. მე-13 წუთზე ჯემალ გიორგი ჯინჯოლოვას ულამაზესი ბრწყინვალე გოლი და იბერია კიდევ ერთხელ განმეორებით ამზადებდა აქ დარტყმას, იყო იქ გარკვეული მცირე სივრცე და ტრავიდან დაბრუნების შემდეგ არაჩვეულებრივი გოლით თავის გულს ეხმარება იმაში, რომ სატურნოს ხილში გადაინაცვლოს პირველ პოზიციაზე. ეს მისი მეორე გოლია და ერთ-ერთი საუკეთესო უდაოდ კარიერაში ამ უმნიშვნელოვანეს მატჩში. ვერ მოახერხა კერესელიძემ ამ ბურთის მოგერიება, პრინციპში ურთულესი იყო ამ დავალების შესრულება. გაცილებით მაჟორულად შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები ანდრონიკაშვილი. მოახერხეს ბურთის მოპოვება დილას მოთამაშეებმა, დეობასინგა. საბოლოოდ ამ კუთხურს რა მოხდება, ჯინჯოლოვას ჩაწოდება ახვლედიანი. ძელს ხდება ბურთი დამატება და საბოლოოდ პენალტი ინიშნება დილას კარში. ვერ დავინახეთ თუ რა მოხდა იმ ეპიზოდში კიბერიელთა მიუხედავად რიცხობრივი უმცირესობისა. სილაგაძის გამორბენი დარტყმა და დავით კერესელიძე იგერიებს აქ ბურთს და ინიშნება კუთხური დილას კარში და რომ ამ წინააღმდეგობის დაძლევა სჭირდება სტუმარ გუნდს აქ. სახიფათოა ეს ეპიზოდი, კარდავას დარტყმა და იქნება შეებს ნახოჯერის ეპიზოდი ჩაწოდება საჯარიმოში და პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა გიორგი ჯინჯოლოვამ გოლი. შეასრულა დუბლი და 2-0 ეს შესაძლოა საჩემპიონო გოლი იყოს დღევანდელ შეხვედრაში. რა გოლი გააქვს, რიგით უკვე ტაიმი უკვე დასრულდება მას შემდეგ, რაც ბურთს თამაში შეიყვანენ დილას მოთამაშეები აქ. როგორ ჩანს იყო აქ ასკლეტა, დეობასინგა მითამაშა ამ ბურთზე. წესით აქ ავტოგოლად შეფასდება ეს ეპიზოდი, თუმცა ჯინჯოლოვას რა თქმა უნდა არ დაუკარგოთ ეს წინვალე მოქმედება. უფრო მეტი გულშემატკივარი ყოფილიყო ტრიბუნებზე, მაგრამ უფრო რაღაც განსხვავებული შექმნა გარკვეული მოულოდნელობის ეფექტით წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისელები ადვილად უღებენ ალღოს დილას ცდილობებს. აბანახოთ ეს ეპიზოდი. ძალიან მწვავედ და სახიფათო პოზიციისთვის იბრძვის, ეს იქნება ჩემპიონობისთვის ბრძოლა თუ სხვა რომელიმე კონკრეტული მიზანი და თუნდაც ჩემპიონობის მებრძოლი ორი გუნდის ყვალობაზეც რა თქმა უნდა ვნახოთ ეს ეპიზოდი. ძალიან მწვავე ზონაშია ბურთი და საბოლოოდ იბერიელი მცველები ყურადღება და მე-14 ტურში უკვე სამგურალს უმასპინძლებს და 35 ტურში კოლხეთს ესტუმრება, ფოთში ეთამაშება და ბოლო ტურში უკვე დინამო თბილისს მიიღებს გორში. დილა აქ ვნახოთ ეს თაური და გიორგი მაკარიძე მოწოდების სიმაღლეზე ჟოაო გარკვეულწილად კი არა და საკმაოდ დაიძაბება, მაგრამ ამ გოლს რა თქმა უნდა გატანა უნდა და ნახოთ ამ ყოველივეს შეძლებენ თუ არა სტუმრები. იბერიელები კი რა თქმა უნდა ამ წამებს ითვლიან ახლა, რათა თამაში მიიყვანოს საბოლოო გამარჯვებამდე. აქ იქნება კუთხური რიგით მე-10 კომპონენტში ჯამში არის უპირატესობა დილას მხარეს, გარდა იმ თავარი ანგარიშისა, რაც უნებრივია გუნდების ინტერესთა სფეროში არის განსაკუთრებული დოზით და გადარჩა იბერია გოლის გაშვება. კონტე ჩაწოდება საჯარიმოში, შეიძლება ალბათ დარტყმა, უკან პასი ფარულავა 2-1 მინიმუმამდე ამცირებს ანგარიშის სხვაობას ოთარ ფარულავა და მორიგი წელი წუთების განმავლობაში საოცარ შეხვედრას ვიხილავთ. კიდევ ერთხელ განმეორებით ვერ შეძლო აქ უკვე თავისი გუნდის გადარჩენა გიორგი მაკარიძემ. ოთარ ფარულავამ კი მორიგი ულამაზესი გოლი გაიტანა, ეს მისი მეოთხე გოლია ამ სეზონში. 4 პასიც აქვს მას საგოლე შესრულებული ამ სეზონში. საოცარი სილაბაზის გოლი. დამატებული წუთებისა ჯერ კიდევ არის სათამაშო დარჩენი. ალთუნაშვილი კარგად გათამაშდა აქ ბურთი
ზაგანია საჯარიმოში შევიდა უკვე, კარგი ცრუ მოძრაობა, მახვილია კუთხე, მაგრამ ჩააწოდა და გადარჩა გორის დილა. ჯნულ გადაცემა კონტე, ახლა მთელი შემადგენლობით ალბათ დილას მოთამაშეები უნდა წავიდნენ შეტევაში. კონტე, ანდრონიკაშვილი და გავიგონეთ საფინალო სასტვენის, მაგრამ ნიშნავს იმას, რომ იბერიამ ეს შეხვედრა მოიგო და ხედავთ